ალბათო თამარ, გამარჯობა, მოგესალმებით, მადლობა ჩვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ გაზპრომის თემაზე, გაზზე, რომელიც აღმოჩნდა, რომ დამატებითი მოცულობა სჭირდება საქართველოს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები როგორც გაზპრომთან, ასევე სოკართან. რეალურად რა არის ეს უფრო არის ეკონომიკური მოლაპარაკებები, როგორ ფიქრობთ თუ უფრო პოლიტიკური მოლაპარაკებები, უფრო დომინანტი მოკლედ აქ რომელია მთავარი, იმიტომ რომ ამ თემამ გამოიწვია ძალიან დიდი ნებათაღელვა საზოგადოებაში, გაჩნდა ბევრი კითხვა და ბევრი ეჭვი ამასთანავე. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ამ თემას, რომ უთმობთ თქვენს საეთერო დროს. აქ მნიშვნელოვანი რა არის ის, რომ გაზის მოცულობების მოთხოვნა საქართველოში იზრდებოდა, ეს მოულოდნელობა არ ყოფილა ნამდვილად ჩვენთვის და არც ჩვენი მოსახლეობისთვის. ამასთან დაკავშირებით დინამიკა ცალსახად აჩვენებს, რომ საგრძნობლად იზრდება 2012-დან 2015 წლის ჩათვლით გაზზე მოთხოვნა ჩვენ ქვეყანაში, რაც ის ასევე დამახასიათებელია, ასე ვთქვი, განვითარებადი ქვეყნებისთვის და მოულოდნელი ამ ფაქტში არაფერი არ ყოფილა. მაგრამ რაც შეეხება თავად იმას, ვისთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და საიდან შევავსებთ აი ამ მზარდ მოთხოვნილებას, ეს არა მხოლოდ ეკონომიკური თემაა, რა თქმა უნდა, ეს არის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თემა, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ენერგოუსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება პირდაპირ. და ბუნებრივია, როდესაც ჩვენ არა გვაქვს ფართო არჩევანი ქვეყანაში, ქვეყანას არ აქვს ფართო არჩევანი, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ასე ვთქვათ, გაზის მოწოდების შესაძლებლობა აქვს სხვადასხვა ქვეყნებს და მათი რაოდენობა დიდი არ არის და ასევე ჩვენ არ გვაქვს ფართო არჩევანი ფიზიკურად ამ გაზის მოწოდების მაგისტრალების, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანია და სწორედ იქიდან გამომდინარე, ასევე რომ მხარეები, ვისაც შეიძლება ველაპარაკოთ, ძალიან ცოტა არიან, ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და ჩვენ ყველა რისკს ჩვენით უნდა ვხედავდეთ, ჩვენთვის ნათელი უნდა იყოს ამ მოლაპარაკებებში, ჩვენ რა რისკებზე შეიძლება წავიდეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და ცალსახად უსვამთ ხაზს მოსახლეობა, იმიტომ რომ მოსახლეობაა მიმღები და იმ პოლიტიკური შედეგის გადამტანიც, რაც შეიძლება ამ ტიპის მოლაპარაკებებს მოყვეს. აქედან გამომდინარე, დიახ, ვითვალისწინებდით რა იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას ამის მიმართ ინტერესი ექნებოდა და ჩვენ ფრაქცია რესპუბლიკელები მათ ინტერესებს წარმოვადგენთ ამ პარლამენტში, ამიტომ ვართ აქ. ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც გაჟღერდა გაზპრომთან მოლაპარაკებების განახლების, ხელშეკრულების გაფორმების, გაგრძელების თაობაზე ინფორმაცია, ჩვენ დავინტერესდით ამ საკითხებით და სწორედ ყველა ამ რისკთან დაკავშირებით გვინდოდა და გვაინტერესებდა ოფიციალური ინფორმაცია ენერგეტიკის სამინისტროსგან. რას ვითხოვდით ახლა ჩვენ კონკრეტულად? რა მოცულობით და რაოდენობით იზრდება საქართველოში მოთხოვნა გაზზე? როგორ შეიძლება რომ ეს მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ? იხილება თუ არა გარდა რუსეთისა, თქო ირანიდან გაზის მოწოდების საკითხები? იმ შემთხვევაში თუ მოულოდნელად რაღაც შეფერხება მოხდა, თქო აზერბაიჯანიდან გაზის მოწოდების თვალსაზრისით, რა შესაძლებლობები შეგვიძლია გამოვიყენოთ? ასევე საერთოდ ზოგადად განიხილება თუ არა გაზპრომისგან დამატებით გაზის მოცულობის მიღების საკითხი. სომხეთის მილსადენი თუ დამატებით დაიტვირთება, მაშინ ჩვენ რა პირობებს ავაყენებთ და რა ტიპის მოლაპარაკებები შეიძლება ვაწარმოოთ. თუ იხილება ზოგადად გაზპრომიდან დამატებით მოცულობის საკითხი, აქვს თუ არა გათვლილი ის პოლიტიკური რისკები აღმასრულებელ ხელისუფლებას, რაც შეიძლება ამ ხელშეკრულებას მოყვეს და ასე შემდეგ და ალტერნატიული წყაროები, ენერგეტიკული ალტერნატიული წყაროებზე თუ მიდის მსჯელობა და მუშაობა, ყველა ეს შეკითხვა ჩვენ დავშვით და აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთი რამ, რომ თუ მივყვებით პასუხებს, რაც ჩვენ მოგწერეს კონკრეტულად, პუნქტობრივად, მეორე კითხვასთან, რომელიც ეხება დღევანდელ ეტაპზე, თუ რაიმე მიზეზით შეწყდა გაზის მოწოდება აზერბაიჯანიდან, როგორ მოხდება საქართველოს გაზით უზრუნველყოფა, პასუხი არის ასეთი, რომ ენერგეტიკის სამინისტრო მიიჩნევს, რომ ჯერ როდესაც რაღაც თქო დაზიანებაა და ეს ატარებს რამდენიმე დღიან ხასიათს პრობლემაა, ესეთ დაზიანებები არსებობდა და ამ ტიპის პრობლემა არასოდეს არ შექმნია საქართველოს მოსახლეობას, ყოველთვის ხდება ალტერნატიული წყაროებიდან შევსება და პირდაპირ წერია ესეთი ტექსტი: აზერბაიჯანიდან ხანგრძლივად გაზის მოწოდების შეფერხება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ფიზიკურად საქართველოს სხვა წყარო არ გააჩნია მოკლევადიან პერსპექტივაში გარდა რუსეთისა. შესაძლოა ირანიდანაც გაზის მოწოდება, რასაც მაგალითად მცირე მოცულობებით ადგილი ჰქონდა 2006 წელს, თუ რასაკვირველია შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქნება ხელმისაწვდომი. ანუ აქ საუბარია
სხვა ალტერნატივა რუსეთის გარდა ეს არის, როდესაც რაღაც შეფერხებას აქვს ადგილი და ასე შემდეგ. შემდგომ მუხლებში, სადაც პუნქტებში, სადაც ჩვენ ვესაუბრებით, ვეკითხებით, ცალსახა პასუხია ასეთი. მაგალითად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აზერბაიჯანის წილი ქვეყნის გაზმომარაგებაში ამ ფაქტორების გამო არ შემცირდება, ბუნებრივია იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანიდან შესაძლებელი იქნება საჭირო მოცულობების სრულად მოწოდება. ანუ ამ პასუხშიც ჩანს, რომ საუბარი იმაზე არ არის, რომ აზერბაიჯანის საჭირო მოცულობას არ გვაწვდის და იმ რაოდენობას არ გვაწვდის, რაზეც მოლაპარაკებული ვართ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ აქ შეიძლება წავიკითხოთ ასე, რომ საჭირო მოცულობა რაც იქნება საჭირო საქართველოსთვის, აზერბაიჯანის იქნება შესაძლებელი. კარგი, მე მივყვეთ უფრო კონკრეტულად რო გავყვეთ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სოციალურ სეგმენტთან მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით სოკართან გაფორმებულია გრძელვადიანი ხელშეკრულება 2009 წლიდან. ესე იგი, აქედან ჩანს, რომ სოკართან სოციალური გაზის, ასე ვთქვათ, დამატებით მოწოდებაზე მოლაპარაკებები არ უნდა მიმდინარეობდეს, იმიტომ რომ ამას უზრუნველყოფს ჩვენთვის აზერბაიჯანული მხარე. სახელმწიფო გაზპრომიდან კომერციული სექტორისათვის ამ ეტაპზე არ გეგმავს ბუნებრივი აირის შესყიდვას, რადგან კომერციული სექტორი დერეგულირებულია და კომერციულ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა თავად აირჩიონ მომწოდებელი და გააფორმო ორმხრივი ხელშეკრულება ორივე მხარისათვის მისაღები პირობებით. ანუ სოციალურზე გვითხრეს, რომ ეს არის აზერბაიჯანული გაზი და შესაბამისად ჩვენ დამატებით არ გვჭირდება, კომერციული დერეგულირებულია და ჩვენ არ ვერავით თვითონ მოაგვარებენ ამ საკითხებს. ამ შემთხვევაში რაზე აწარმოებს აბა მოლაპარაკებებს კალაძე? ზუსტად არც ერთ ინფორმაციაში არ ჩანს, რომელ გაზზეა საუბარი და თუ ჩვენ ვყიდულობთ კომერციულ გაზს, ამას შეიძლება რისკების ქვეშ დააყენოს აზერბაიჯანიდან მოწოდებული სოციალური გაზი, იმიტომ რომ აზერბაიჯანი ჩვენ კომერციულსაც გვაწვდის და სოციალურსაც გვაწვდის. შესაბამისად, აი ეს საკითხებიც არის ალბათ გასათვლელი და კარგად მოსალაპარაკებელი მხარეებს შორის, ვთქვათ ამ შემთხვევაში. და ბოლოს, როდესაც ჩვენ შეკითხვებს ვამდით, პოლიტიკურ რისკებსაც ვიკითხეთ და იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება სახელმწიფოს მიერ გაზპრომიდან კომერციული გაზის შესყიდვა, პოლიტიკური რისკების მონეტიზაციის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. 2 თვის განმავლობაში აღმოჩნდა, რომ გაზპრომისგან გაზის მოწოდების გაზრდა იგეგმება და არ ვიცით ჩვენ ეს პოლიტიკური რისკები გათვლილი არის თუ არა, ან საერთოდ აპირებენ თუ არა ამის გათვლას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, შეკითხვები ჩნდება, რა თქმა უნდა, მოქალაქეებს აქვთ განცდა, რომ რაღაცა მათ უკან ხდება. ამიტომაც ჩვენ, როგორც პარლამენტის წევრები, რომლებმაც უნდა გააკონტროლონ აღმასრულებელი ხელისუფლება, ამ შეკითხვებს ვსვამთ. ჩვენ არ მონაწილეობთ უშუალოდ მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ ეს ნდობა მივეცით ენერგეტიკის სამინისტროს, აღმასრულებელ ხელისუფლებას და ვახმოვანებთ ამ შემთხვევაში ჩვენი ამომრჩევლის შეკითხვებს და სწორედ ამ პასუხების მიღების მიზნით ვსვამთ ამ შეკითხვებს საჯაროდ თქვენს ეთერში და ყველა ნებისმიერ ეთერში, იმიტომ რომ პასუხები ამასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ გვაქვს, ამ წუთას აღარა გვაქვს. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც სოკარის ხელმძღვანელობის ჩამოსვლის შემდეგ, სოკარის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი 7 მილიონ კუბამდე გაზრდიან, ვთქვათ, გაზის მოწოდებას ერთი წყაროდან, მეორის გაზრდაზეც კიდევ შეიძლება მოლაპარაკება. ამის საპასუხოდ გვესმის, რომ წელს შეუძლებელია აზერბაიჯანიდან გაზრდილი ვთქვათ, მოცულობის მიღება ქართული მხარისგან და შემდგომში ჩვენ გავაგზავნებთ, ესე იგი, ჩვენი აზერბაიჯანი არის ჩვენი ძირითადი პარტნიორი და მასთან ვაგრძელებთ თანამშრომლობას. თუმცა ეს აზერბაიჯანელები ხო რომ იყვნენ ჩამოსულები, რომ წავიდნენ, მათ განაცხადეს, რომ ექსპერტები, სპეციალისტები შეისწავლიან ამ მილსადენის გამტარუნარიანობას და გაარკვევენ ზუსტად რამდენი დამატებით კიდევ რა მოცულობა შეიძლება მიაწოდონ საქართველოს. დიახ, და საქმე ამაშია, რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა ზუსტი პასუხები ორმხრივი მოლაპარაკებების დროს ერთის მიერ გაზღერებულ პოზიციასთან და მეორე მხარის მიერ გაზღერებულ პოზიციასთან. ის ზოგადი დებულებები, რაც გვესმის ხელისუფლების მხრიდან, არ არის საკმარისი. ამიტომაც არის, რომ მოქალაქეები გამოდიან და ვთქვათ, გამოხატავენ თავიანთ პროტესტს ამასთან დაკავშირებით და არა გაზრმოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენი პოზიცია ამ შემთხვევაში არის ის, რომ ძალიან ნათელი და მკაფიო პასუხები უნდა იყოს. ჩვენი არც ერთი სიტყვა არ ამბობს იმას, რომ მოსახლეობა უნდა დავტოვოთ ან გაზის გარეშე, ან დავაკლოთ რესურსი, ან ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენი პრინციპული პოზიცია არის ის, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება ნებისმიერ მხარესთან საქართველოსთვის, საქართველოს მოსახლეობისთვის, სახელმწიფოსთვის უნდა იყოს უსაფრთხო და უნდა გამომდინარეობდეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან და შესაბამისად ამასთან დაკავშირებით შეკითხვები
კითხვები არ უნდა რჩებოდეს, ეჭვები არ უნდა რჩებოდეს მოსახლეობას. ეჭვების არსებობა არ ნიშნავს, რომ ეს ეჭვები დადასტურდება, მაგრამ აუცილებელი ამ ეჭვების გაქარწყლება მანამ, სანამ მოლაპარაკებები შედგება საბოლოოდ. ის ფაქტი, რომ ახლა მოლაპარაკებები იგივე რასაც აწარმოებს საქართველოს ხელისუფლება გაზპრომთან, გასაგებია, რომ ყველაფერი ვერ იქნება ღია, რა თქმა უნდა, არის რაღაცა საკითხები, რომელიც არ გამოდის საჯაროდ, მაგრამ რაღაც ძირითადი საკითხები, რა თქმა უნდა, გამჭვირვალე უნდა იყოს ალბათ. მაგრამ რითი იყო, როგორ ფიქრობთ, განპირობებული ის, რომ თავიდან მოლაპარაკებების დასაწყისში ნათქვამი იყო, რომ საუბარი მიმდინარეობდა მხოლოდ სომხეთისთვის დამატებითი მოცულობით გაზის მიწოდებაზე საქართველოს გავლით, ანუ მხოლოდ სატრანზიტო გაზზე იყო საუბარი და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩვენ გვჭირდება დამატებით მოცულობის გაზი, რომელიც უნდა მივიღოთ რუსეთიდან სავარაუდოდ ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ვერ მივიღებთ ჯერჯერობით აზერბაიჯანიდან. ხომ არ არის შესაძლებელი ის, რომ მოლაპარაკებების პროცესში თავად რუსეთმა მოითხოვა, რომ გაზპრომმა მოითხოვა, რომ ჩვენ გავზარდოთ მათი კომერციული გაზის მოცულობის წილი საქართველოში. მე ვერ გეტყვით ამათ საკითხებს, ამ დეტალებზე ვერაფერს, იმიტომ რომ ოქტომბერშიც კი საუბარი იყო როგორც მოცულობის გაზრდაზე, ანუ სომხეთისთვის მიწოდებული გაზის მოცულობის გაზრდაზე, ასევე საუბარი იყო ჩვენთვის, ანუ ჩვენი საჭიროებების ზრდაზე. იმიტომ რომ ეს გარდაუვალი პროცესია, რომ საქართველოს სჭირდება დამატებითი მოცულობის გაზი, მაგრამ საქმე რაშია, მაშინაც გაბუნდოვანი იყო ორივე საკითხი, ერთმანეთისგან მკაფიოდ არის. ეხლა უფრო მკაფიოდ გამიჯნულია, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ სომხეთის მოცულობის ზრდა არ არის აქტუალური თემა. აქტუალური თემა არის ჩვენ ამ ტრანზიტისთვის ნატურით მივიღებთ გაზს თუ ამაში ფულადანაზღაურებას გვთავაზობს რუსეთი. როგორც ექსპერტები ამბობენ, ყოველ წელს ხდებოდა ზუსტად ამაზე მოლაპარაკებების წარმოება. რუსული მხარე ყოველთვის ითხოვდა ფულით ამ, ასე ვთქვათ, ამ ჩვენთვის ამ სატრანზიტო გზისთვის ანაზღაურების გადახდას და ჩვენი მხარე ყოველთვის ითხოვდა ნატურით და ამიტომ წელს რატომ შეიცვალა, ვთქვათ, ეს შესაძლებლობა, რატომ უნდა გამოვართოთ რუსულ მხარეს ფულადი სახით ეს ანაზღაურება და არა ნატურით. აი ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს კაფეო პასუხი. შარშანაც იგივე პირობები არსებობდა თუ არა, შარშანწინაც იგივე პირობები არსებობდა თუ არა, რა შეიცვალა წელს ამასთან დაკავშირებით? რა შეიცვალა აი ამ პასუხიდან 2 თვის განმავლობაში ისეთი, რამაც არსებითად შეცვალა საქართველოს მდგომარეობა სწორედ გაზმომარაგების საკითხთან დაკავშირებით? გასაგებია, რომ მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს საქართველომ ყველა მხარესთან, საიდანაც შეიძლება შემოიტანოს გაზი. ბუნებრივია მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება ბუნებრივ აირზე, მაგრამ ამ შემთხვევაში რა პოლიტიკურ რისკებს შეიძლება შეიცავდეს თუნდაც აი დამატებით 12%-ის შემოტანა, რომელზეც ახლა მიდის ლაპარაკი და მთლიანობაში ეს გახდება 20% დაახლოებით ალბათ რუსული გაზის. რა თქმა უნდა, ამ ჩვენ არ ვიცით წინასწარ ვერ გავჭრეთ რა შეიძლება არც არაფერი არ მოყვეს, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ რუსეთი გაზპრომს ძალიან ხშირად სწორედ პოლიტიკური ზემოქმედებისთვის იყენებს. თუ გავითვალისწინებთ ოკუპირებული ტერიტორიების თემა, ისედაც როდესაც არგუმენტებით ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ვთქვათ ევროპასაც ამარაგებს რუსეთი და ასე შემდეგ, ევროპის უმეტესი ქვეყნები ნატოს წევრი ქვეყნები არიან, ჩვენ არა ვართ ნატოს წევრი ქვეყანა და ასე ჩემ ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც ამასთან კავშირში შეიძლება იყოს, შეიძლება პირდაპირ არ იყოს კავშირში, მაგრამ არა პირდაპირ ამას კონდეს კავშირი. ამიტომაც ნებისმიერ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რუსეთის ყველაზე უმსხვილეს კომპანიას, რომელიც გაზს აწვდის მთელს მსოფლიოს, რა თქმა უნდა, შეიძლება მოყოს პოლიტიკური რისკი. ამ შემთხვევაში ეს პროცესები, ეს მოლაპარაკებების პროცესები თუ გაგრძელდა ისევ ასე არ გამჭვირვალეთ, იმიტომ რომ ვიდრე დაუშვათ ოპოზიციამ, იგივე უმრავლესობის წარმომადგენლებმა, დეპუტატებმა, მოკლედ სპეციალისტებმა, ვიდრე არ ატეხეს ხმაური, ვიდრე მკვეთრად და კაფიოდ არ მოითხოვეს ენერგეტიკის მინისტრისგან ამ საკითხზე პასუხი, მანამდე ის არ შეხვდა სპეციალისტებს და მანამდე მას არ უთქვამს ისე ღიად დაუშვათ ის ყველაფერი, რაც აქამდე იყო ნათქვამი. ამ შემთხვევაში, ვთქვათ, როგორი იქნება იგივე პარლამენტის პოზიცია? პარლამენტის პოზიციას ვერ გეტყვით, მე შემიძლია ვილაპარაკო ამ წუთას რესპუბლიკური ფრაქციის პოზიციიდან გავლენით, ჩვენ სულ შეკითხოთ, ჩვენ ამ შეკითხების დასმას რა თქმა უნდა გავაგრძელებთ, ჩვენ ველოდებით ამასთან დაკავშირებით პასუხებს და გარდა ამისა, შემიძლია გითხრათ, რომ საზოგადოებას უნდა იყოს აქტიური დიახ. მათ უნდა დასვან ეს შეკითხვები, იმიტომ რომ
მათაც უნდა იგრძნოს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი და მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ნამდვილად გრძნობენ და სვამენ შეკითხვებს. ეს არის პროცესი, რაც არის შავსებით ნორმალური და მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება მიიღებს აღმასრულებელი ხელისუფლებისგან ყველა მის შეკითხვაზე პასუხს. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, ხელშეკრულება როდის სრულდება, როდის გაგრძელდება, რა ვადით გაგრძელდება, რომ ნახევარი ზამთარი უკვე გასულა და თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ჩვენ დამატებითი მოცულობების პრობლემა გვაქვს მხოლოდ ზამთარში, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რა პირობებით ფორმდება ხელშეკრულება, რა პერიოდზე ფორმდება და ასე შემდეგ და როდესაც ჯერ კიდევ დღეს არის 15 იანვარი და ხელშეკრულება გაფორმებული არ არის, ამ ვადებზეც უნდა დაგველაპარაკოს აღმასრულებელი ხელისუფლება და ეს ყველაფერი უნდა ვიცოდეთ ჩვენ. ამიტომ ასე მარტივად მე ვფიქრობ ეს საკითხი არ არის, ერთწლიანი იქნება თუ არა, ესეც რა თქმა უნდა იყოს ღია და რა პირობებით იქნება, რომ მართლაც ნახევარი ზამთარი გასული გვაქვს და მინისტრმა განაცხადა, რომ უკვე ნაწილი 2016 წლის გაზის ჩვენ დახარჯული და მოხმარებული გვაქვს ჩვენს ქვეყანას. ესეც ძალიან საინტერესო განცხადება იყო. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უნდა დაალაგდეს და ძალიან გასაგები და მარტივი ენით უნდა იქნას ახსნილი და მე უნდა გადავწყვიტოთ გვიღირს თუ არა ამ ტიპის ხელშეკრულებაზე ხელისმოწერა. როდესაც ამ საკითხზე მიმდინარეობდა საუბარი, გაიჟღერა იმ თემამაც, რომ აქ არის უფრო პირადი ინტერესი დაუშვათ, ვიდრე ეკონომიკური ინტერესი. თქვენ როგორ ფიქრობთ? მე ასეთ ვარაუდებში არ შევევალ. მაშინ როდესაც მოახლოებული არის საპარლამენტო არჩევნები და ეს თემა არის საკმაოდ ესეთი მგრძნობიარე თემა, რომელზეც რეაგირებს მთელი საზოგადოება, რა განდა შეიძლება იქონიოს ამან პოლიტიკურ პროცესებზე, იმიტომ რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება არის გაზპრომის თემასთან დაკავშირებით და ალბათ არც თუ ისე უსაფუძვლოდ, იმიტომ რომ ყველას კარგად გვახსოვს, თუნდაც იგივე რუსეთის მხრიდან მაგალითად ცივ ზამთარში გაზის გადაკეტვის შემთხვევა იგივე გააკეთა მან ევროპასთან დაკავშირებითაც, ანუ ეს არის თემა, რომელსაც ის პოლიტიკურ იარაღად იყენებს. ანუ ამ შემთხვევაში რა გავლენა შეიძლება ამან იქონიოს საზოგადოების განწყობაზე მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით? ნუ აქ პასუხი მარტივია. თუ საზოგადოებას არ მოეწონება ხელისუფლების გადაწყვეტილება, ამას გამოხატავს არჩევნებზე. ამას მეტი რა გავლენა შეიძლება ამან მოახდინოს. და შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ასე შორს ჩვენ არ წავალთ ნამდვილად. ეს არის პროცესი, რომელშიც მონაწილეობს მოქალაქე აღმასრულებელი ხელისუფლება პარლამენტი და მე დარწმუნებული ვარ და გამოვხატავ წმენას იმისა, რომ ეს პროცესი დასრულდება ჩვენი ქვეყნისთვის მისაღები ფორმით. გადაწყვეტილება იქნება მიღებული ისეთი, რომელიც ზიანს არ მიაყენებს არ საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს და არც ჩვენს ქვეყანას. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა.